ესე იგი სხვა დრო რომ ვერ გამოვნახე რომ ეხლა მე თქვენთან ენა გადმოვაგდო, ამიტომაც ხო გადავწყვიტე რომ ამ ვიზუალით მოსულიყავი თქვენთან და მომელოცა მეგობრებო ბარბარობა. სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ვიდეოს დადება, სადაც გილოცავდით, ხო და ამ ვიდეოში გილოცავთ ბარბარობას ყველას ჩვენ ვისაც ერთმანეთი გვიხარია, ერთმანეთი დაგვბედებოდეს, ერთმანეთი ასე რომ გვიყვარდა, ყველაფერი კარგი დაგვბედებოდეს ამ ქვეყანას და გილოცავთ მოკლედ ჩემს ქართულ ემიგრანტებს, აქ მცხოვრებ ქართველებს და სადაც არ უნდა იყოთ. ამბობენ ხოლმე რომ ნამდვილი ბედობა არისო და მე ისეთი შრომა დავიბედე დღეს ხალხო, ისეთი შრომა დავიბედე რომ ანუ აი ვფიქრობდი რომ ანუ რა ძალიან დიდი შრომა დავიბედე. გაგანია შრომა დამებედა დღეს და ძალიანაც კარგი გამოდის რომ ძალიან პროდუქტიული წელი მექნება. ჩემი ოდნავ შეგრილებული ყავა დავლიოთ. მე იმდენი საქმე გავაკეთე სანამ ყავა დუღდებოდა, სანამ დავასხი, მოკლედ ბევრი და ამასობაში შეგრილდა, მაგრამ რაც შაქრით აღარ მივირთმევ, იმდენი შაქრით რაღაცნაირად ფეხს ვითრებ ხოლმე დასალევად, თუმცა ყავა მინდა, ანუ ყავა. რანაირად შეინარჩუნე ესეთი სიცხე, ცხელია. მოკლედ, კარგი შრომა ჯაფა დავიბედე. კარგი არის ის, რომ ახალწლების მერე თქვენი დოდონა ისვენებს 2 კვირა შესაბამისად 2 კვირიდან ძალიან დიდი დრო მექნება იმისათვის, რომ ენა გადმოგდებულმა თქვენთან ერთად ესე იგი ვიჭორაო სხვადასხვა თემებზე და ჭამასმების რა გითხრათ უკვე, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის რაზეც შეგვიძლია ვისაუბრო და სულ არ არის ეს ჭამასმა დიდად აუცილებელი. რაღაცა კერძებს აუცილებლად გავაკეთებ, ოჯახში ხო ჭირდებათ გაკეთებ. თუმცა რაღაცა რა გეგმებიც მქონდა, ეხა ის ვეღარ მექნება, იმიტომ რომ მე კალორიულ დეფიციტზე აღარ ვარ, უბრალოდ ამოვიღე რაციონიდან ის ყველაფერი, რაც უნდა ამომეღო მოკლედ. დღევანდელი დღეც ჩაიხურა, ასე რომ ვთქვათ, და გამოდის, რომ ესე იგი მეორე დღეა დღეს და საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მოტივირებული ვარ ამ კუთხით, ჩემ ჯანმრთელობას ეხება საქმე და ძალიან მოტივირებული ვარ, რა იყო დედიკო? ვაიმე მოდიჭით. გამარჯობათ ბავშვებო. იცით დღეს ზეიმი გვაქვს რა გავუღვიძეთ. ხვალ გაგდეს ზეიმი რო გაიღვიძებ. იპი. გამაგრած მეკითხარ ჩემ ბაჭატკბილები. გიხარია დე? უთხარი დედა ფეხსაცმელები რო გიყიდა? უი დამოვიწყდა ბავშვებო, დედა მიყიდა ფეხსაცმელები. მოგეწონა? კი, ძალიან მაგრად. დედიკო, მზად ხარ? ეგ არა იღო. არ შეიძლება ეს. სხვისია, დედიკო, მზად ხარ ზეიმისთვის? დე, შენ ხო იცი იქ რომ ხალხი იქნება და ტაში უნდა დაგიკრან, ხო დე? და მე თოლის ბაბუ ამოვა. ხო, იქ არ უნდა დავიბნეთ, ხო დე? არც ვტირით, არც ვიბნევით, გვიხარია ვიცინით, ხო დე? ვაიმე დედას გოგო. ხო, მასე მოდიხარ? დარწმუნებულები იყავით, რომ ეს მთელ ზეიმს ჩაგიტარებთ ერთხელ გათხოვებ სრულად იმას, რა ქვია. ვაიმე რა საყვარელი ხარ დე. ვაიმე მამაშემ ამდენი წყალი სად წაიღო? ეხა დავინახე, რომ სუცარიელია ის დიდი ბალონი. სად წაიღო შვილო? ასე. ხო და მოკლედ ერთი დღე ვათხოვებ მარიამს იმას, რა ქვია, თავის
ზემის ამბები რომ მოგიყვეთ, ჩემო ვიურს ვათხოვებ და ჩამოგირიკრიკებთ ყველაფერს დარწმუნებულები იყავით რა არის კაცის ჩხი რაღაცა მედება ვერ გავიქი რა მედება. კორპორატიულისთვის მზად ყოფნაში ვიმყოფები. მართალია ისეთ კომფორტულ ზონაში არა ვარ როგორიც მინდოდა ამ დებილი წონის გამო, მაგრამ რა ქნა გადავიტან ამ ერთხელ ამ ძალიან დიდ დისკომფორტს გუშინ მომივიდა ატელიე ქეთევანისგან ის რაც შევიკერე და მივწერე კიდეც და ფოტოს ჩაუგდე რომ ანუ ძალიან ლამაზია თქო და აღმოჩნდა რომ ფოტოზე იმდენად ლამაზი არ არის ვიდრე რეალში. ოღონდ ძალიან მინდა რომ ეს გაჩვენოთ კორპორატიულის კადრებში. ხო და მოკლედ ძალიან ვარ აჟიტირებული. ხო, Facebook-ის მონეტიზაცია გამეთიშა. წერს იქ რომ გვერდს აქვს არანაირი პრობლემა, მაგრამ პრობლემა არის ის რომ ისეთ ქვეყანაშია ჩართული ეს Facebook-ი, სადაც მონეტიზაცია, ანუ დიდად არ არის. ანუ საქართველოში. და არ ვიცი ეს ხალხი როგორ იღებს ამ ანაზღაურებას Facebook-ი და როგორ ერიწყებად და მე რატო გამეთიშა და აღმოჩნდა რომ გამომეხმაურა ხალხი რომ ჩვენც გაგვეთიშაო. ამიტომ ზუსტად ვერ გავიგე რა ხდება. არ გამოვრიცხავ რომ გათიშეს, იმიტომ რომ ყველა მიასკდა Facebook-ს და გათიშეს უბრალოდ ერთ-ერთი დამრჩება მე YouTube-ი, სადაც ნუ ანაზღაურების კუთხით ვიძახი თორე როგორც ვდებდი Facebook-ზე ადრე, ისევე დავდებ, მაგას პრობლემა არ მაქვს. დამაეჭვა იმან რომ ძალიან დაეცა აბსოლუტურად ყველა მონაცემი, ეს არის ნახვები, ეს არის ყველაფერი საერთოდ, ანუ ვერ მივხვდი მეთქი რა მოხდა, იმიტომ რომ ისეთი ვიდეოები იდებოდა, რომ იდეაში ეგრე არ უნდა დაცემულიყო არც ერთ ვარიანტში რა. ხო და მოკლედ მონეტიზაციამ შეზღუდა ეს ყველაფერი და არ ვიცი ვერ გავიგე რა ისე აღარ ყოფნის ხალხო ნერვები ლამის საერთოდ გავთიშო. ხო და თან მენანება ეხლა რაც მოვაგროვე ვერ გავიგე. რაც იქნება იქნება. მაგამ ჩავუჯდები შვებულებაში რომ გავალ. ანუ ახალწლების მერე რა. უნდა ჩავუჯდე. არ ვიცი გოგოებო დაბადების დღის აღნიშვნა მინდა ძალიან. რაღაცნაირად წელს ძალიან მინდა დაბადების დღე აღნიშნო, ზუსტად რატომ მინდა არ ვიცი, მაგრამ რაღაცა წელს მომინდა. წინა ვიდეოები მახსოვს ვიძახდი რომ მე დაბადების დღეს ის არ მაქვს თქო და რაღაცა დღეს ძალიან მომინდა, აი რაღაცა არ ვიცი რა ზუსტად, მაგრამ რაღაცა მინდა და ოღონდ თუ წავალთ ალბათ ჩემი მეგობრები ბავშვებით წამოვლენ და წავალთ ყველანი ბავშვებით, იმიტომ რომ დამტოვებლების პრობლემები გვაქვს. ამიტომ ალბათ წავალთ ბავშვებით, ხო და მირჩიეთ სივრცე, სადაც ვთქვათ, აი მე ხარ რესტორანში დამყავდა ბავშვი და რანაირი პრობლემა, მაგრამ რამე ისეთი ადგილი ხო არიცით, სადაც ვთქვათ აი რაღაცა არ ვიცი, აი ბავშვებიც რომ მოერგონ ამ ადგილს. აი ასეთი რამე სიამოვნებით ვნახავდი მსგავს რამეს. გასართობ ცენტრში ხო არ გადავიხადო. და ბავშვები გაერთობია და ჩვენც რა ვიცი. დაჭდებით პიცაჯი ვჭამთ. აი არ ვიცი მოკლედ რამე მინდა რა და რა მინდა ოღონდ კაცმა არ იცის, მაგრამ რამე მინდა. ანუ რაღაცა მინდა რომ გავხალისდე, მინდა რომ რა ვიცი, დაბადების დღეს გადახდა მინდა რა. ოღონდ დღეს მინდა ხოლმე მეთქვა რომ კაცმა არ იცის, მაგრამ დღეს მინდა. და რაღაცები თავში დავილაგე უკვე. რას ვიცვამ ეგეც გადავწყვიტე, ოღონდ იმ წოდაზე თუ დავალ რა თქმა უნდა რომ ჩამეტიოს. ხო და მე რა გავაკეთო? წარმოიდგინეთ
ძალიან ბევრი ბავშვი, იმიტომ რომ ყველას ბავშვები ყავს და თავისთავად ბევრი ვართ, ხო? ღმერთმა გვამრავლოს. ხო და აი რაღაცა სივრცე ხო არ მოიძებნება შემთხვევით ისეთი ნუ ხა მეტყვით ხარ თქონდა სადმე კოტეჯი და აი მე არ მინდა რა ეს კოტეჯები რა აი მე მინდა რომ აი ტაში და ფანდური არ მინდა რა ეს კოტეჯები მინდა რომ აი მუსიკაზე გავერთო და აი გავერთო ანუ ეგ არ მინდა ხვდებით ხა კოტეჯის ჩართეკაც უნდა იცეკვე მაგრამ ეგ არ მინდა რომ მე ვიცვალო მე ეგ არ მინდა ანუ სხვანაირი ხალხში გართობა მინდა რა სადაც დაუკრავენ იმღერებენ ანუ ეგეთი გართობა მინდა ხო და რა ვიცი არ ვიცი რა გავაკეთე ერთშიეთ იდეები მომაყარეთ სანამ ჯერ ჭკუაზე ვარ ხო და ასე არა ვარ აშკარად რომ მინდა მეტყობა ალბათ სახეზე მაგრამ სა გადავიღადო ეგ ვერ გავიგე და მე რა გავაკეთო კოტეჯები ნამდვილად არ მინდა. აი რაც ზუსტად ვიცი არის რომ არ მინდა. ეხლა მით უფრო გეხვეწებით ამ ყინვა-ყიამათში ბასეინი აზრი არ აქვს რომ იქირაო, იმიტომ რომ ნუ ეხლა ბასეინში ვერ ჩავხტები ამ ყინვაში. ხო და მე ამდენი ბავშვით ბასეინში, ანუ ნუ არ არსებობს. მაგხელა პასუხისმგებლობები არ შემიძლია. ბავშვი ბასეინი უკვე всё, აი გავაფრინე. შიშე მამიტანა არ მინდა. ანუ რაღაცა სხვა მინდა. ხო და არ ვიცი. რამე ადგილები ხარ მოგეპოვება თქვენ ახლა რაღაც. ჩახედული იქნებით რამეში. სიამოვნებით და ვნახავდი Facebook-ზე, გადმოვქეკავდი. მთავარია თქვენ ხომ არ გეგულებათ შემთხვევით მსგავსი ადგილი ძალიან გამიხარდება თუ მეტყვით. ეხლა რაღაცას გეტყვით, შეიძლება კი გაგეღიმოთ. თუმცა გაცინებაში არ მინდა გადაგივიდეთ, მაგრამ კი გაგეღიმებათ, რომ 2 დღეა და ხო არ გელანდებაო, მაგრამ ბეჭდები ოდნავ მიჭერდა რაც ცოტა მოვიმატე. აი ოდნავ. ხო და ახლა უყურეთ თავისუფლად შედის. ანუ რა გამოდის, აი რაღაცა გრამები მაქვს დაკლებული. რა თქმა უნდა, სასწორამდე არ მივდივარ და არც სურვილი მაქვს. არ მჭირდება სასწორი, მე ვიცი როდის უნდა დავდგე. ეხლა ნამდვილად არ მინდა. პარასკევს ექიმთან მივდივართ. კარგი არის ის, რომ სანამ ასე ვთქვათ, დავიწყებ რაღაცებს, იქამდე ყვება უკვე შევცვალე და ეგ უკვე ძალიან მომწონს. მაგრამ კვირას დარწმუნებული ვარ, რომ შემომეჭმევა რაღაცეები კორპორატიულზე, ხო და რა ვიცი, ეგ ერთი დღე მომიტევოს. იმად რა ინსულინმა. ხო და არა მგონია ხა რაც რაღაცებს ჯახი რომ ეგრევე ამივარდეს. ხო და რა ვიცი ადამიანი ხარ და ხანდახან ხო და აი არ ვიცი მოკლედ ეგ დღე ალბათ ყველა ვარიანტში ჭამაყლაპის დღე მეკნება და ხო რაც 2 დღეა გოგოებო წონა შევცვალე თქო ყვება შევცვალე ძლიერი თაბრუსხოვები აღარ მაქვს და ძლიერი სისუსტე აღარ მაქვს არ ვიცი მოკლედ კარგი ამბავი მაქვს და ძალიან მიხარია და ძალიან მადლიერი ვარ საკუთარი თავის. ხა არ მითხათო სულ წონაზე საუბრობ და ჩემი პრობლემა ეგ არის ხალხო სიამოვნებით მოგისმენთ თქვენც თუ რამე მსგავსი გეკნებათ და არ შემაწუხებს ეგ ამბავი რა ვქნა რაც მაწუხებს გეუბნებით რაც მიხარია გეუბნებით ეს უკვე რუტინაა და ამიტომ ძალიან ხშირად მეორდება და ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და ვინც შეწუხდებით ძალიან გთხოვთ თავი გამჭირვებია და ამის გამო ნუ იმას ისავთ რა ქვია ჩამქოლავთ შემეშვით ვისაც მოგბეზრდებათ ძალიან გთხოვთ უამრავი ადამიანი ვისაც შეგიძლიათ უყუროთ უამრავი მიმართულებებით უბრალოდ მე ახლა ძალიან მაწუხებს ეს ყველაფერი და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემებია ახლა არ არის ის რომ აუცილებლად გრამები დავიქალო არა ახლა სხვა პრობლემის წინაშე ვდგავარ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ორგანიზმიდან გამოვდევნო ის რაღაც საზიზღრობები რაც ავარდა ჰაერში ხალხო რა უნდა გკითხოთ გოგოებო
ესე იგი, ესე მითხრეს, რომ კი მარაო, რო აგიღესო ანალიზიო, გოგოებმა მკითხეს მშიერზე, მერე ჭამის მერეო კიდე აგიღესო, ანუ გაგიზომესო და ანუ არა. ხო და ეგო აუცილებელია, ეგრე უნდა ექნათო და რა ვიცი ხალხო, დამაკვალიანეთ. არც უთქვამს ჩემ ექიმს, რომ რაღაცა მერე მოდი და გადაიმოწმეთ, ანუ ეგ საუბრები არ ყოფილა, რომ მშიერზე და ნაჭამზე თუ რაღაცა, ანუ არ ვიცი, არ მქონია ამბავი მოკლედ. რა თქმა უნდა, მერე ყოველ მიზეზ გარეშე უნდა გადავიმოწმო და მაგას წყალი არ გაუვა, ოღონდ იმაზე რა ქვია, აჯადავა ქვია კაცო. რაღაცა პერიოდის მერე როცა მეტყვის ექიმი, აუცილებლად გადავიმოწმებ, ხო. დაბალი ფასი არ არის რაღაცები, მაგრამ გადავეძებ. 2 კვირიანი შვებულებაც მივცხოთ გოგოებო, და ეს 2 კვირა უნდა გამოვიყენო იმისათვის, რომ ჩემს აუდიტორიასთან უფრო ახლოს ვიყო და გავზარდო ჩემი აუდიტორია, იმიტომ რომ რაც უფრო ხშირად ვდებ, რა თქმა უნდა, ნახვები სტაბილურდება, ადამიანები მემატებიან და კვირაში 2-ჯერ ვდებ, ანუ არ არის რა ისეთი აქტიური რა, იმიტომ რომ ყოველდღიური ვლოგებია და ეს საერთოდ სხვა რამეა, ანუ კვირაში ერთხელ რო დადებ, ყოველდღიურ ვლოგებში ეგრე არ არის რა, აი რაღაცა მეც რო ვიყო რა, აი ყოველდღიურ ვლოგებში დღე გამოშვებით, მაინც დადე ვიტყვი რა ჩემთვის რა, ეხლა სადგელოდო მე შენ 7 თვეში ერთხელ რო დადებ. ხო და მე კიდე ძალიან მადლობელი ვარ ჩემი თავის, რომ საერთოდ როგორ ვახერხებ ამდენამეს მართლა შოკირებული ვარ, აი რანაირად ყოფნის მართლა ვერ ვხვდები ამდენი ძალა და ენერგია, რომ მოდებული ვარ, აი რა გითხრათ. რა გითხრათ? და როგორი სიტყვებით აგიხსნათ, არ ვიცი, რანაირად უნდა აგიხსნათ ჩემი დღის რეჟიმი. და რანაირად შემიძლია რომ კიდე პროდუქტიული ვიყო რაღაცა სხვა რამით, აი მართლა არ ვიცი. ყელსაბამი მომივა გოგოებო. როდის მომივა? მე რა მომწერა არ მახსოვს. კორპორატიულამდე მოკლედ. ბარტერივისთანაც გავაკეთეთ უსაყვარლესი გოგო და ულამაზესი ყელსაბამი მომივა, რომელიც უნდა გავიკეთო კორპორატიულზე იმ საყელოს რომ მოვიხსნი, მე რაღაც პერიოდის მე ხარ შემიძლია ესე ვიარო, მაგას რომ მოვიხსნი, ცოტა რომ გახურდება იქ ცეკვა თამაში, მაგას რომ მოვიხსნის ყელსაბამი უნდა გავიკეთო. ხო და ხალფიქრობის კაბა ხო არ ვიყიდო, რომელიც ძალიან მომეწონა, ყელსაბამიც მოუხდება, ეს საყელოც მოუხდება, ყველაფერი მოუხდება და ბევრად კომფორტული ვიქნები კაბაში ვიდრე ზედა და ქვედაში ახლა, რო გითხრათ სიმართლე, მაგრამ როგორია კიდე 80+6 ლარის გასროლა, ანუ ძალიან დიდი ხარჯი მქონდა ამ თვეში და აი მართლა ხმას ვეღარ საკუთარ თავთან ხმას ვეღარ ვიღებ. არა და იმენა ის კაბა მომწონს რა. ოღონდ ის კაბა ისედაც შეგიძლია ჩაიცო ნებისმიერ ადგილზე, ისეთი არა. უბრალოდ ვფიქრობ, რომ აი თითქოს ჩემ სტილში ის კაბა უფრო მეტად არის. ესედა ძალიან მომწონს, მაგრამ ის კაბა ხამზე და ყველგან გამოიყენებ. კიდე სამსახურში ჩაიცვი, კიდე რესტორანში ჩაიცვი, რაღაცა ისეთია რა. და ესეთი ზედა, რომელიც ვიყიდე, წითელიც იყო ძალიან ლამაზი, მაგრამ რადგან სხვა დრეს კოდზე წავედი, შავი ამიტომ ავერჩიე, თორემ შავის ყიდვა დიდად აღარ მინდოდა სიმართლე რო გითხრათ, ხა გამომში ხავენო, მაინც და მეც აღარ მინდოდა. ხო და ის კაბა ხო არ შევუკვეთო, მაგრამ მგონი ვერ მოესწრება, 5 დღე უნდაო თუ რა მომწერეს. რაღაცა 4 თუ 5 სამუშაო, არა სამუშაო დღე არა, 4 თუ 5 დღეო, არ ვიცი, მოკლედ სავარაუდოდ ვერ მოესწრება რა. ვერანაირად. კაი, ამი დავიმშვიდოთ, თავებით დავიხოცავ ნერვებს. მოკლედ, ქვედაბოლოს ჯერ გადაწყვეტილი მქონდა ქვედაბოლოს ჩაცმა. მერე მივხვდი, რომ აი ქვედაბოლო რაღაცნაირად ვეღარ გავიგი, არ მომეწონა სავით. მერე გადაწყვეტე შარვალი ჩავიცვა. ეხლა ნახეთ.
შარვალი რაღაც მონაკვეთებში არ მომეწონა. და რატო? ხან იქით მომძვრებოდა, ავიცი, აი ვერ გავიგე რა ჩავიცვა და რას დავუწიო დედა? ტელეფონს და მე გამავა შენთან. მე ვერ გავიგე შვილო. აღარ გინდა ყურება დე? აღარ გინდა? აბა რა გინდა დედა? ცოტას დავუწევ და შენთან მოვა. არა, მაშინ უნდა გათიშო დედა, იმიტომ რომ ხო იცი დამებლოკება ვიდეო. ხო და ის არის, რა ქვია. აი არ ვიცი, დღეს კიდე უნდა მოვსინჯო, სიმართლე გითხრათ და კიდე უნდა ვნახო. იქნებ ქვედაბოლოზე კიდე მეტად მომეწონოს ყელსაბამი და საყელო. უბრალოდ თორე მას ყველაფერი უხდება. თუ შარვალზე მეტად მოუხდება საყელო, აი ეგ უნდა ვნახო და მე წავსდგე თქვენ წინაშე, ოღონდ დღეს არა. მოკლედ არ ვიცი. საგონებელში ჩავარდი როგორც კამეჩი მორევსა. დედა რა ნიჭიერი ადამიანი. ასე რომ რაღაცებს ვამბობ ხოლმე თქვენთან და მე რო ვიცინი ხოლმე, გეუბნება ახლა 500 კაცი მეჯდეს და ერთად ყვებოდეთ რამეს. მე ძალიან საოცარი კომენტარი ხვდებოდა ხოლმე რა ადრე ხა დიდი ხანი აღარ შემხოტრია, მაგრამ ადრე რომ აი რა გიჟივით იცინი მარტო თუ რაღაც, ანუ რა ვიცი თუ მეცინება მარტოც ვიცინი და 500 კაცშიც. ხო და ჯერ მე მარტო არ ვარ. გიზიარებ რაღაცას და მე ამ ყველაფერზე შეგრძნება მაქვს რომ მიყურებთ. მე ყველას ესე გვაქვს. მარტო მე კი არა, ყველას ეგ განცდა გვაქვს რომ ერთად ხედავთ და საუბრობთ. რა ვიცი, ძალიან ჩვეული და ხანდახან პასუხებს ეს დაგელოდოთ. რაღაცნაირად ესეთი განცდები გვაქვს და ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა. სხვათა შორის ძალიან ბევრი ამბობს, რომ იმის დროს, რა ქვია, ადამიანი, რომელიც არის რაღაცნაირად ცუდად მყოფი, შინაგანად ემოციურად გაწონასწორებული არ არის, რაღაცას ეთმე დარდებშია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ძალიან კარგია თუ ჩაწერს ვიდეო დღიურებს. აი როგორც ვლოგებია, ხო? უბრალოდ ხა კი არა აზიარებს ის მერე და ტვირთავს, თავისთვის წერს უბრალოდ და ესაუბრება საკუთარ თავს. შესაძლოა წარმოიდგინოს, რომ იქ ფსიქოლოგი უზის, ან ნებისმიერი ადამიანი და აი ეს ესაუბრება რა და ძალიან კარგიაო სტრესის მოსახსნელად, ხო და იმიტომაც ვარ გადაბადრული. წარმოიდგინეთ. მოხდილი ყველა სტრესი. ხუმრობა იქით იყოს პირველი ნაწილი ნამდვილად არ მიხუმრია, ძალიან კარგია მოკლედ ვიდეო დღიურები, აი როგორც დღიურებია, რომ შეგიძლია დაჯდე და წერო და უსასრულოდ შეგიძლია წერო, შენი განცდები და ემოციები და ასე შემდეგ და ეს რაღაცნაირად თითქოს გაწყნარებს და რაღაც ამოსუნთქვის თითქოს მოიშორე რაღაც ისეთი შეგრძნება რო გაქვს, ძალიან კარგია და ძალიან მივესალმები თუ აი ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ ხო რაღაც და აი ვერ საუბრობენ, ან საუბრობენ, მაგრამ ხანდახან არის ყველაფერზე ვერ იწყებ რეკვას, ვერ მიდიხარ და გინდა რომ რაღაცნაირად შენი ის გამოუშვა. თუნდაც უარყოფითი ემოცია დაждე და ელაპარაკო რა. ყველა ხერხი მისაღებია ჩემთვის, თუ კი შენ დამშვიდდები ადამიანი რა. ანუ ვიდეო დღიური იქნება ეს თუ წერა თუ რა ვიცი მე თუნდაც ტელეფონში წერე, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის რა. ეხლა შენს რაღაცა იმას ნუ შეახეთქებ ვიღაცას და თავში უნდა ალეცავ შენი ემოციების გამო, თორე თუ კი შენ რაღაცით დამშვიდდები ამ ხერხებით, რასაც თქვათ მოგვიწოდებენ, რომ ეს თუნდაც ვიდეო დღიურია თუ ჩვეულებრივი წერთ თუ არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ძალიან კარგი ხერხი და სხვადასხვა ვეთანხმები, იმიტომ რომ რამდენჯერ რაღაც ემოციური ფონი მქონია ხო თქვენთან რომ მოსულა და მისაუბრია რაღაცებზე და შვებით ამომისუნთქავს, რომ აი რაღაცნაირად კარგად უგრძნობ თავს, იმიტომ რომ რაღაცა მომეხსნა თითქოს დარდი და რა თქმა უნდა მართალია. ახლა მოდე წავიდე, იმიტომ რომ კარტოფილი მაქვს შესაწველი. ხვალზე იმისთვის ტანსაცმელი გასამზადებელი, მემოსაწესრიგებელი, ან ჩასასმელის კუთხით. კორპორატულისთვის უნდა იმას ვქნა უეჭველი. ახლა უნდა კიდე თავიდან გავისინჯო.
მე მგონი მე იმდეს ვიზავ წავალ და სხვა რამეს ვიყიდ, იმიტომ რომ ვერ დავდგინდი რას ვიცვე. ოღონდ ყველაფერი მაგ. აი ვერ გავიგე რას ვიცვევ. ხო და თავ ფიქრობ, ხა ხუთმები ხوار შევიჭრა. ეხლა გავგიჟდი და არ შევიჭრა. ძალიან მინდა ბიოდახვევა არა ბოდიში. მე რა ქვია, მიშველეთ. ბიოდახვევა არა სხვა რაღაცა ქვია. აი მოკლედ, ახვევენ რა, ოღონდ ბიო არ ქვია რა, არ მახსოვს ხა რა ქვია. ძალიან ბუნებრივად გაყარია რაღაცა დალალებივით. ოღონდ ეგ უნდა გავკეთო კარეზე, გრძელზე არ მინდა. ხო და მგონი 150 თუ 200 ლარი ჯდება დაახლოებით რა კარეზე. ხო და თან რატომღაც მე თვალი მეფხანება კარე მინდა ამ ბოლო დროს. ოღონდ აი იმ თუ დავიხვევ, იმიტომ მინდა კარე. თორე ესე არ მინდა ეხა ამ ეტაპზე არ მინდა ყოველ შემთხვევაში და რესტურნისთვის ხომ არ შევიჭრათ, მაგრამ ამ ხელალუყებზე კარე როგორ გავიკეთო მითხარით ვინმემ. აი ხო არ მომიხდება უბრალოდ რა, თორე თქვენი წინა კორპორატიულზე ვარდივით გამოვიყურებოდი, მაგრამ ახლა კარე არ მომიხდება გენაცვალე ამ მოკლედ არ ვიცი. მაგარ დარდებში ვარ, აი რა მეშველება არ ვიცი. აი შკარად მჭირდება შველა, მაგრამ რა სახის ეგეც არ ვიცი. მოკლედ ბარბარობა დღეს დაგიბედეთ თქვენს, საუბარიც დავიბედე, სიცილიც დავიბედე და მე ზოგადად ბევრ პრობლემასაც რაღაცნაირად კი ხედავთ ხოლმე თქვენს, რომ ხანდახან სიცილით ვყვები ხოლმე რაღაცებს. რაც არის პრობლემები, ყველა ჩვენი წერია, ხა რა გაგაცინებს ადამიანს, მაგრამ აი ხო სისულელია, რომ უიკარე შევიჭრა თუ ანუ მართლა სისულელია. ყველას მოგცეს ასეთი პრობლემები ხვით, რომ აი კარე შევიჭრა თუ არ შევიჭრა ვიფიქრო. და ამის იქით რომ არანაირი პრობლემა არ მოგვეკაროს რა. ხო და რა სისულელია, მაგრამ ხო ვფიქრობ, რომ აი ვერ გავიგე, მაგრამ შილაკი კი არა, რძისფერი ლაკი ვერ ვიშოვე. 1-4-გან შევედი და მე შილაკი ხარ გავიკეთო, ვერ ვიშოვე ხალხო, ანუ რძისფერი მინდა ფრჩხილზე. იმიტომ რომ ეხლა ჩემი ფერები ძირითადი არის თეთრი და შავი. ნუ რძისფერი და შავი რა. რაღაცა ესე ბეჟი და ის ხო და დეტალი იქნება მერე უკვე წითელი გული, ესეთი დამჯდარი ფერი ულამაზესი და რავი, არ ვიცი, ვერ გავიგე რანაირად უნდა ვქნა. ვერ ვიშოვე, აი რძისფერი მინდა რომ წავისვა, ნეიტრალური ფერი მინდა, წითელი არ მინდა, ნეიტრალური ფერი მინდა. ფრენჩი მინდა ძალიან უზომოდ გავიკეთო. თუ ფრენჩს გადასარევად ვიკეთებ, მე ზოგადად ჩხილებს გადასარევად ვიკეთებ, მე თვითონ ოღონდ ხალხო. ეხლა ფრენჩს ხო ხვდებით რამდენი დრო უნდა. ანუ ხო და ვფიქრობ რას გოგოებო. გავიკეთო ღამე ფრენჩი, ანუ ესენი წავისვა. მაგრამ დილით ადგე გადავისვა, მე უკვე გავაფრენე. აბაგდენი უკვე აღარ შემიძლია. ან მე თვითონ წავისვა თქო, ვფიქრობ ღამე შაბათს და ისავქნა რა ქვია. რძისფერი მინდა რა, მაგისთვისაც რძისფერი მინდა. ან მინდა იასამნისფერი ფრენჩის, ხო და ვდგავარ მაღაზიაში და ვეუბნები ქალბატონო და ძალიან ხშირად მაქვს ეგ პრობლემა სხვათა შორის, რომ ის მინდა ფრენჩის იასამნისფერი და მაძლევენ ვაიმე აქ არაფერი არ მაქვს, იასამნისფერი რო გაჩვენოთ. აი მაგ იასამნისფერს რო წაისვამ ხალხო, ფრენჩი კი არა, ჩხილიც არა, არაფერი არა ჩანს. ხო და ვეუბნები ხოლმე რომ ქალბატონო არა, ფრენჩის იასამნისფერი არ არის, მე არა. ფრენჩის იასამნისფერი. სუფთა სახლში მაგის მეტი რა ყრია, მაგრამ სუფთა სახლამდე ვერ მივედი. აქედან რომ მივდივარ დაკეტილია, იქიდან რომ მოვდივარ დაღლილი ვარ. ხო და ვერ დავეთქვიეთ მოკლედ ერთმანეთს, მაგრამ უეჭველი უნდა ვიყიდო, იმიტომ რომ მე თვითონაც ფანტასტიკურად გავიკეთებ. და სულაც არ მინდა თუ სალონში მივალ ფრენჩი უნდა გავიკეთო. ხო და ერთ არაჩვეულებრივ გოგოსთან და მივიდე იდეაში, მაგრამ ვერ ვასწრებ და ამიტომ სახლში გავიკეთებ მოკლედ. დარწმუნებული ვარ ის გოგონა თქვენს გეცოდინებათ TikTok-იდან
ძალიან აქტიურია TikTok-ზე. ხო და რომ ივალ, მე ერთად გვექნება ვლოგი. ოღონდ მე ჯერ არა. კარგი, წავედი, დიდი მადლობა რომ იყურებთ. დიდი მადლობა რომ იტანთ ხოლმე ჩემს გაუთავებელ წუწუნს ხანდახან ვფიქრობ როგორ მიტანთ. იმედი მაქვს რომ ხანდახან მაინც გამხიარულებთ ხოლმე, აი ხანდახან მაინც გამხიარულებთ. ვიღაც საუბრობდა, რო ის არისო, ამ YouTube-შიო რომ დაждდებიანო მარტო ყავას ვამე და ლაპარაკობე ხოლმე, და ხა გამახსდა საკუთართან ყავას ძავლი და მარტო ვილაპარაკე. არაფერი გამიკეთებია და მინდა გითხრათ, ვინც ასე ფიქრობთ, მეგობრებო, რომ ყოველდღიურ ვლოგებში ჩვენ შეგვიძლია ვიჯდეთ და ყავა ვსვათ. დილამდე და ესე ვისაუბროთ. თუკი ჩვენი აუდიტორია გვისმენს და მოყვება, იმიტომ რომ სულ რაღაცით ვერ დავკავდებით, არის ხოლმე მომენტები, რომ აი არაფერის კეთება არ მინდა, ესე მინდა ვიჯდე. ხო და ამიტომ მე დავწერე კიდეც მე კომენტარი, მეც დამიწერე მსგავსი და მეთქე ხვალ გიცეკვებთ. ხო და მე ბევრ ამის გაჩვენებთ ხოლმე, ხო და ხანდახან არ მინდა, კაცო მინდა რომ ვიჯდე. არ მინდა ეს ხეხვა. მაგრამ დასარეწყება გაგე ჭურჭელი სამიცალი თეფში.